რაკია ელემენტ კრონა. კრონა ხო არა? რა ყველაფერი ქონია, ხოჭა? კრონა. ახლა უთხრათ რომ მოხსნა. Banave. აბა აქ რო ოთახი იქნება. აი აგერ არის ოთახი, ახლა დაურეკავ, გამოვარაგინე პატრონები. აი ეს ოთახი იქნება. ძალიან გაუმართლა. ხო. პრივეტ. მანდოთ რო ოთახი და ზეით ავიდოთ. 7 ნომერიც სამოიღო. ეგრე. თამას ბიჭო პირს მაინც არ ვაღებ მე ამის დედავატირე და ღერი ვარ დავარი რაც აბა რა ვქნა მეტი ახლა და ეპოქა შექმენით ბიჭო თქვენ შექმენით ეპოქა თქვენ ივერიან და ასმელაპარაკებით შენ იცი 100 წელიწადში ერთხელ იბადო გევიზარდეთ თქვენს გვერდით ყველასთან და აბა რა ამდენი კონცეპტი გამიკეთებია თქვენი და რამდენი იმ დარბაზ საზაფხულოს და რა დარბაზი იყო? არც ახლა არა, ცუდი პატრონი არ ყოფილვარი, არ ვიცი, რაც აშენდა არ ვიცი. ის იყო, სხვანაირი იყო რა. იმ სხვა ხასიათი სული იყო, სხვანაირი იყო. თავის მოხატულობები, აქაც მოხატეს? იგივე მოხატენ თითქმის, მაგრამ გიფსკარდონზე და იმაზეა გაკეთებული. მაგას დიდი იმდენი ის არა აქვს, უბრალოდ რა არის იცით? პატრონი უნდა ყველაფერს. კეთება შეიძლება გააკეთო, მოხელე ყველა. ლაპარაკი ერთია და კეთება მეორე. მოხელე ყველაფერს აკეთებს, მოხელე. ოღონდ იმას თუ არ ადგას ვინმე თავზე, რომელმაც იცის, რას მოატყუებს და რას არა. რა გინდეს? პროგრამა. კაბელის არქივები. რომელი კაბელი? ოიცი. სანამ ის მოვა ჩვენ მანამდე გამოვიდეთ. და რას ამდენი დისკები არ და მაინც ცივილკივილობს კაცო. მოდი გავწიო მონიტორები ცოტა წინ. არა, მონიტორი აფერ შეშერა. ერთი, რა? შვენიერია, გაგია. ერთი, ორი. ჯერჯერობით არეულია. ერთი, რას? რეველი ახაც მექნება მონიტორებში
რახასარავი იქნება. ერთი რაღაცა ცოტა ზედმეტი, ხო? ერთი. ჰა. ხო? რას? ფონი დასდევს თან, ამ ბევრია, ამ რას? ესე მღერის ყველა თითქმის და მე ვიყავს. ამიტომ არის რომ მე უნდა მესწავლის ეხლა არის ხო რა შემოგეძლო რა. იმიტომ რომ ეს ასევე რაღაც საშინელია. ჯერებით არაცინისა და არაპროცუნებს რა უკვე, ნო? თუ საფხა დეიპროცუნა, იპროცუნოს. რა ხნავეთ? და აგინა ვიჟო ხო ახეთე ის ვიძვია ხო ეგ დადგება გათასა ნეტელში ხო და თქო რომ თუ ამყვებით და ამ ერთობაში თქვენს მიიღებთ მონაწილეობას ხომ კარგი ჩვენ მიმღერებთ თქვენთან ერთად ხო და მოხდა ალბათ სეპირად ვიცით უკვე ტექსტი ვივარჯიშეთ რომ გზაში მოვდიოდით ქართველო ნუ ესეც ასე დღეს გვაქვს დიდი ძმობის დღესასწაული ჩემი დოდარი, ჩემი ყველა მეგობარი, გილოცავ დღევანდელ დღეს, ნაკლებ დღესასწაული. იმიტომ რომ შენაირი ნათელი ადამიანები ცხოვრებაში ბევრი დადიოდეს და დიქავს იყავი ჩემოთებო რა. გაიხარეთ ძმაო, ანუ რა გითხრა, აი ამ კონცერტის წინ რაც აქ უნდა ჩავატარო. უაღრესად დროზე მომისრო ჩემი ქვეყნის აი ეგრე შეძახილმა. ძმები არის, თქვენ გენაცვალეთ, თქვენ შემოგევლეთ. ნოდარი, შენ, ოჯახებით, ყველას კოცნით, ძმებო, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლით. ამინ. აუცილებლად 22-ში მე და ვაჟა ერთად ჯირო როგორც ყოველთვის გრიმი აუცილებლად წარმოადგენს სახეობისთვის ერთი სხვა განწყობას გიქმნის ებზადების შინაგანად სახით მალავ რაღაცებს ანდაც ქმნია ახალ რაღაც სახეს გრიმის მეშვეობით ამ შემთხვევაში უბრალოდ სცენაზე უკეთესად გამოიყურება მსახიობი გრიმს რომ გაიგეთებ და ჩემი გრიმიც ამას ემსახურება უბრალოდ. ფერი თუ წაგივიდა სიმღერის ხერის დროს რაიმე ისე იმღერე რომ ან გაწეთდი ან სულ გათეთრდი გრიმი ხელს შეგიწყობს რომ ერთ ფერზე იყო. ჩემო ბესო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის. არა, საჭირო არ იგრი. რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, ეს ხო? ნათლისღება. მაგის იმედი მაქვს, რომ ნათლისღების ძალა და მადლი მომეხმარება დღევანდელი დღის გადასალახავად, ასე ვთქვათ, კონცერტის გადასალახავად. მოდი. მადლობთ. რა გამდიდროთ წარმოვიტანე. ხო, გათვევა საერთოდ. აი ეგ დავდგავე. გათვევა. ხო, გადასალახავად. ყველაფერი ღვთისნებაა. არ არის ადამიანის ნება.
თისნებაა რომ ეხლა კონცერტი იქნება დანარჩენი ჩემი ნებაა რომ მოვიკრიბოთ ზალი ხონე და ისე ჩავატარო რომ არ დავაკლო არაფერი იმ სიმღერებს, იმ სიტყვებს, იმ განცდებს, რაც ამაშია ჩადებული. მეტი არაფერი. ხო. ბატონო თემურ, რამდენჯერ მე მინახავს ყოველთვის ღელავ ხოლმე კონცერტის დაწყების წინ და გასაგებია რომ პროფესიონალები ყოველთვის ღელავენ, მაგრამ რა არის ეს ღელვის მომენტი, საიდან ჩნდება, თავისით მოდის თუ უკვე დევს იქ კოდში თავიდანვე და უნდა ვინერვიულო კონცერტის დაწყების წინ. თუ მეჩვენება რომ ნერვიულო. არა, მე მგონი ყველა ნერვიულობს. ეს იცით რა, ახალი გამოცდა, ახალი შეხვედრა უცნობთან. ვითომ ნაცნობია ის სიმღერა, მაგრამ უცნობი ხდება მე. რა განცდებით იმღერებ კიდევ იგივე სიტყვებს შენ როგორ გაატარებ გულის გონში. არ ვიცი, მე რომ ნერვიულობ, იმიტომ კი არა, ეხლა დავფიქრდი, რა ვიცი, ნერვიულობ რა. ხო და ეს არ გონია რომ ამბიცია იყოს რომ მე უკეთესად ვაჩვენო თუ უარესად არა. აბსოლუტურად ვერ გეტყვი, კონკრეტული რაღაც მიზეზი და მიზანი არ აქვს ამ ნერვიულობას. ვერაფრით ვერ აგიხსნი. და კიდე თითოეულ კონცერტზე 25-ზე, 23-ზე ნაკლები სიმღერა არ მომისმენია მე რომ ასრულებ. ბევრი არ არის ერთი კონცერტისთვის, დამღლელი არ არის ერთი ადამიანისთვის. ისთვის გააჩნია, ჩემთვის, თქვენთვის, მაყურებლისთვის არა, თქვენთვის. არა, მაყურებელიც იღლება, რა თქმა უნდა იღლება, არა, ეგრე არ არის. ზედმეტის მიწოდება და ზედმეტი სიმღერის გააჩნია თან თემას, რაზე მღერი ხარ, ამიტომ მოგეხსენება რომ ამოვიღეთ კი იყო ძალიან ბევრი იყო 24 კი არა მეტი იყო და ის ორი სიმღერა ამოვიღე იმიტომ რომ თემა გრძელდებოდა და უფრო დიდი ხდებოდა და არა გაურკვეველი არა გარკვეული მაგრამ არ არის საჭირო არა სხარტად უნდა ითქვას და გრძელი სიტყვა და გრძელი კონცერტი მოკლედ იმღერების კონცერტი ამათ კარგი ხო აი ხო და რაც შეეხება ღელვას, რაც უდინამე მომაგონე ახლა აღელდით? აღელდი კი არა, ცოტა გარჩება უკვე. იქამდე, სადაც არს. რაც თავარი ფარდა უნდა დაიხუროს. ხო, ფარდა უნდა დავხუროთ. წამოდით და დავახუროთ. თორე ეგრე გამოვხსნა. შევახსენოთ. შევახსენოთ ფარდის დახურვა. ეს პროცესი ჯაბა და ამ თავსვათ მიმაში მაინც მოვწანდით და ჩვენ ვართ დღეს ერთად. გილოცავთ ყველას დღევანდელ არაჩვეულებრივ დღეს, შეგვეციოს ყველას, სპეციალურად გადავწყვეტეთ დღეს გამეკეთებინა, მაგრამ ერთობა მონათრული კი ვარ და რა ვიცი ნათლისღებას შეხვდება სიტყვის ნათლისღები ავსვიმართლებებ როხლას მაო უნიარამ ბერდება Gavivleri
დედამიწა ტრიალებსო ბრუნოს გვაფსიფო სიმართლე არ დაუჯერე მიტომ ნახეს კოცონზე აბა მე ვიშევიცოდეს უსახმურად ვაგდივა გაჩერე დედამიწა ჩავდივა მარადის მაგიდრა სიღმარებს ვეპერე მართლა მე დახრება ჩემი სიყვარული მალე შემახედრე ხომენ თოგებედრები აშოტი ასული სიღმაზე ხალხი I'm
სულს მადლობა გადავუხადოთ ქალაქ ბათუმის მერიას და განსაკუთრებით ბათუმის მერს ბატონ გიორგი ელმაკოს აქ ყველას რაღაც ნაწილი დევს ამ დღევანდელი დღის ჩატარებაში ასევე უმოკლეს საბჭოს პრეზიდენტის თავმჯდომარე ბატონ ალექსანდრე ბერიძე არის კომპლიმენტოვანი რომ დღეს ესეთი დღე არის ეთქობა თან წვიმა თან ერთმანი ესეთ არაფერი გარო აჯარის კულტურის სამინისტროს ასევე ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექციას ყოველდღე ეს რა არაჩვეულებრივი სიტუაციაში მოვხდით თქვენ და მე ბატონ გიორგი მიქელაძეს და მთავარ ადმინისტრატორს ჯარბას ალუკაძეს ჩემს მეგობარს დიდი ხნის მეგობარს ამ ლამაზი დარბაზის მომსახურე პერსონალს აუცილებლად გახმოვანებას განათებას სადაგმო და დეკორაციის სამსახურის უფროსებს და ბიჭებს ვინც თავდაუზოგავად შექმნეს ეს ყველაფერი აბსოლუტურად მეგონი ცუდი არის პატივისცემი და მადლობი რომ დიდი ზნობით მინდა ამ კონცერტის საინფორმაციო მხარდაჭერას ბატონ ჯემალ მეგრელიძეს და ბოლოს დღევანდელი სამოსული ჩამდგეს ბატონ როგორც გინდა ბატონ თამას გაძეეს და ჩემს მეგობარს და დამხმარეს ჩემს ძმას ბესო ჩუბინიძეს დიდ მადლობას ვთქვი და რა თქმა უნდა თქვენ ეხლა ჩემ გულში ვამბობდი მე უნდა წავიდე მეთქი ეს გასაგებია მაგას ასე რომ მე სიამოვნებით მოგემსახურებ მე რა კარგია ახლა ვეუბნებოდ მოდი შემო ეს შვილია ჩემი მუსიკოსი შენ გენაცვალე შენ შემოგევი ეს არის 15 წლის შესულდა 15-ში 18 წლის შვილი და ისა მუსიკოსო ბიჭო არის ეს საკმაოდ კარგი ბიჭია მუსიკოსია და ხო და ახლა ვეუბნებოდი რომ დისკი ხომ აქვს სახში მეთქი და მაქვს მე თქვენმა პროდიუსერმა მოგიტანა კი მაქვს დისკი და ძალიან დიდი სიამოვნებაა რაც ეხშანი და სამახსოვრო გქონდეთ და მომავალ შეხვედრამდე თქვენ Facebook-ზე გვერდით პირიქით მადლობა თქვენ და ჩემს ბედნიერი დღეა კარგად იცოცხლე მადლობა